ბერლინში აფხაზი სეპარატისტების დროშა ფრიალებს და ქართული ოცნების საელჩოს ბერლინში, ისევე როგორც ქართული ოცნების არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება არ აქვს და არ ექნება. და გარდა იმისა, რომ აფხაზი სეპარატისტების დროშა ფრიალებს უკვე საჯაროდ ბერლინში, ეს სეპარატისტები და მათი დაწესებულება ოფიციალურ შეხვედრებსაც კი მართავს და მათ შორის გერმანელ პოლიტიკოსებთან. და ბუნდესტაგში სეპარატისტებს ყავთ თავიანთი ლობისტები. და ამაზე ჩვენ უნდა გვქონდეს აუცილებლად ქართველ ხალხს და პირველ რიგში გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს რეაგირება. გერმანიის საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება სეპარატისტების სიმბოლიკაც და მათი აქტივობებიც, რადგან გერმანია მხარს უჭერდა და უჭერს და დაუჭერს ყოველთვის საქართველოს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მთლიანობას. ახლა უბრალოდ ჩვენ უნდა გავააქტიურდეთ. მე მივწერე შესაბამის უწყებებს დაწყებული გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მივწერე ასევე გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მივწერე ასევე გერმანიის ფედერალური კონსტიტუციის დაცვის სამსახურს, ბერლინის კონსტიტუციის დაცვის სამსახურს და მოკლედ 6 უწყებას მივწერე უკვე. მივწერე ასევე 8 მედიას, აქედან 4 მედია არის ბერლინში ადგილობრივი და მხოლოდ ამით, რა თქმა უნდა, არ და ვერ შემოვიფარგლები, რა თქმა უნდა ჩავრთო ჩემი მეგობარი თუ ნაცნობი ორგანიზაციები, როგორც გერმანული, ასევე უკრაინული, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ყოველთვის მხარში ედგა და ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ყოველთვის იცავდა და დაიცავს. და ასევე, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები, პარტიებიც იქნებიან ჩართულები, ისევე როგორც აკადემიური წრე. და ძალიან გთხოვთ ყველას საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით გერმანიაში მცხოვრებებს, რომ გააქტიურდეთ და ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ჩვენი ხალხის ინტერესი იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, რადგან ჩვენ ვართ საქართველოს ელჩები. და ის რუსული ძალისგან დასმული ბერლინში იქნება, შტუტგარტში იქნება, მიუნხენში, ფრანკფურტში თუ დრეზდენში, ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს. ისინი არ არიან საქართველოს ელჩები, რადგან ისინი არ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, საქართველოს ინტერესებს ისინი არ იცავენ. მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავააქტიურდეთ და ეს საქმე აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. ბოლომდე. იმიტომ რომ თუ ჩვენ ეხლა თვალს დავხუჭავთ ამაზე, გერმანიაში გამოჩნდება ასევე სხვა ქვეყნებშიც, როგორც აფხაზი სეპარატისტების, ასევე ოსის სეპარატისტების დროშები. და მოდი დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქ, სადაც ჩვენ ვართ.